მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც მიითვისა. აჭარელმა ფეოდალებმა ოსმალეთის სუზერენობა აღიარეს, რის შემდეგაც ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დაარსდა და ახალციხის საფაშოს შემადგენლობაში შევიდა. მე-18 საუკუნის 80-იანი წლებიდან ზემო აჭარის სანჯაყის ბეგობა ახლად დაწინაურებული ხიმშიაშვილების ხელში გადავიდა. აჭარაში, განსაკუთრებით მის ზემო ნაწილში, ხიმშიაშვილების გვარი დიდი გავლენით სარგებლობდა. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი აჭარაში მე-17 საუკუნეში დამკვიდრებულა. სეპირგადმოცემა მოგვითხრობს, რომ მას არაგვის ხეობაში კაცი შემოხვდომია, მეფის რისხვას გამოქცევია და თავი აჭარას შეუფარებია. პირველი ხიმშიაშვილი, რომელსაც ისტორია იცნობს, გახლდათ აბდულა ბეგი, ჩვენი ფილმის გმირის, სელიმ ხიმშიაშვილის მამა. აბდულა ერთი ჩვეულებრივი მწყემსი ყოფილა. საქონელს უვლიდა და ქვეყნის მმართველობა ფიქრადაც არ მოსდიოდა. მაგრამ ბედისწერამ ინება, რომ აჭარელთა რაზმის წინამძღოლი გამხდარიყო და შემდეგ ბეგის მანტიაც მოერგო. იგი უნარიანი ადამიანი ჩანდა, ხალხის ინტერესების დამცველი. სწორედ მისი მმართველობის დროს დაწყებულა ნიგაზეულის ციხესიმაგრის მშენებლობა, რომელიც 1792 წელს მისმა შვილმა, სელიმ ხიმშიაშვილმა დაასრულა. ნიგაზეულის ციხის გალავნისგან დღეს ნანგრევებიღა არის შემორჩენილი. ნიგაზეულის ციხის შუა ადგილას, იქ სადაც ახლა საუკუნეზე მეტი ხნის მეჩეთია, სელიმ ხიმშიაშვილის სახლი მდგარა. თავის დროზე აქ ამ სახლის ადგილას ცხოვრობდა მოღვაწეობდა სელიმ ხიმშიაშვილი. აქ იყო მისი რეზიდენცია, საცხოვრებელი სახლი, 24 ოთახი მარტო მეორე სართულზე ჰქონდა შვილები, შვილიშვილები, ქვევით მისი დარბაზი და რაღაცები ასეთი იყო. 1924 წლიდან დაიწყეს აქ მოღვაწეობა და პირველი რაც გაკეთა, ეს იყო ჯამის გაკეთება. 1924 წელს გადმოვიდა აი ეს შენობა. კომუნისტების დროს დაიშალა ყველაფერი, გაკეთა სკოლის ბიბლიოთეკას, ყველაფერი შემოიტანეს აქ და 1974 წლიდან ფაქტობრივად დაიწყო აქ ამან მოღვაწეობა, როგორც მუზეუმმა. აი ამ ჯამის ქვეშ ქვევით არის საცავები. ქვევით წყალი იყო, ის წყალი გაუქმდა, ქვევიდან ციხეში შემოდიოდა ქვეშ წყალი. აქ ქვევით წიწვილი იყო და იქიდან შემოდიოდა მუზეუმში. ციხე გალავნის ეზოში დგას სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი. მუზეუმის ძირითად ფონდს შეადგენს ფოტომასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები. სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საბრძოლო იარაღები. ჩანაწერები და პუბლიკაციები. წიგნები ხიმშიაშვილების გვარის დამსახურების შესახებ აჭარისა და საერთოდ ქვეყნის წინაშე.
ხიმშიაშვილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ სხვა საგვარეულებს შორის საქართველოს კონკრეტულად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში. განუზომელია მათი წვლილი, მათი ღვაწლი სამხრეთ საქართველოს, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კონკრეტულად აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საქმეში. განსაკუთრებულია სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ნიჭიერებით, თავისი განათლებით, ფლობდა რამოდენიმე ენას, იყო უაღრესად ენერგიული და ეს ყველაფერი გამოვლინდა მას შემდეგ, როცა იგი ახალციხის საფაშოს ჩაუდგა სათავეში. ეს იყო გენეტიკურად ეთნიკური ქართველი, წმედ მუსლიმანი და ადმინისტრაციული მმართველი, ბეგი იყო, ოსმალეთის საფაშოს ბეგი იყო და ბეგოვის ინსტიტუტი განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენდა. მან შეადგინა თავისი სტრატეგიული გეგმა. პირველ რიგში ჩამოიარა მთელი უბანი, რაჭაშიც კი ყოფილა ერთ-ერთი კაცმეს დამისაბუთა, რომ თხოვდა ომი რომ მოხდეს თურქეთთან, რას იზამთ. აი ასეთნაირად ჩამოუარა ყველასო და ყველა დათანხმდა, რომ ომი თუ იქნება, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ, ჩვენ ხო განთავისუფლება გვინდა და ეს იმედი დასაწყისიდან, დაპყრობიდან ყველას გულში ჰქონდა, რომ ჩვენ უნდა გამთავისუფლდეთ. როდესაც სელიმ ხიმშიაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, აჭარა ახალციხის ფაშას, ათაბეგ შერიფ ფაშა ჯაყელს ექვემდებარებოდა. გარემოება მეტად არეული იყო, ამით ისარგებლა სელიმ ბეგმა. თავისი პოზიციები გააძლიერა და მოგვიანებით შერიფ ფაშა ახალციხიდან ძალის გამოყენებით გააძევა. 1803 წელს სელიმმა აიძულა განდევნა შერიფ ჯაყელი და ახალციხის საფაშოს სათავეში მოექცა. მაგრამ როგორც კი მოემძლავრა ფესვები, სელიმმა მაშინვე დაიწყო ოსმალეთის ხელისუფლების იგნორირება, პრაქტიკულად არ ადაგდებდა ოსმალეთის ხელისუფლებას, არ ცნობდა, რაც შეუმჩნეული არ დარჩა ბუნებრივია სულთანისათვის, ამიტომ სულთანის და ზოგადად ოსმალეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით შერიფ ჯაყელმა კვლავ შეძლო 1809 წელს ახალციხის საფაშოს ტახტის დაბრუნება. სელიმის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ იგი მართავდა არა მარტო ზემო და ქვემო აჭარას, არამედ მისი ძლევამოსილება ფოთამდე აღწევდა. ახალციხის საფაშოდან ჯაყელების განდევნამდე სელიმის სურვილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს განთავისუფლება ყოფილა. ამ მიზნით იგი ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორესთან და იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთანაც ცდილობს კავშირების გაბმას. ისტორიული ფაქტებით დადასტურებულია, რომ 1792 წლის 26 მაისს სელიმაღა ქალაქ თბილისს წავიდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ერეკლესაც შეხვდა და თავისი განზრახვაც გაანდო. 1794 წელს იგი იმერეთშია, სოლომონ მეფის კარზე. ქართლის მეფემ და ერეკლე მეორემ და სოლომონ მეორემ პირობა მისცეს, რომ დადგება მომენტი, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. მაგრამ რა მოხდა? როცა საქმე დაიწყო და ომი დაიწყო და ასეთი ამბები მოხდა, ვერც ერეკლემ, ვერც სოლომონ მეორემ შინაური აშლილობისა და საერთაშორისო ამბების გართულების გამო ვერ შეძლეს ეს დახმარება. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებებმა სელიმი თავისი განზრახვის სისწორეში დაარწმუნა. 1800 წლის 12 ნოემბერს ახალციხეს ჩავიდა. 25 ნოემბერს კი აჭარას დაბრუნდა და იწვია ქუდზე კაცი. 1801 წელი, 5 მაისი. რაბათს მისული სელიმი ალყად დადგა. 1801 წელი, 19 ოქტომბერი, სელიმაღა აჭარელმა აიღო ახალციხე და გააძევა იქიდან შერიფ ფაშა. 29 ოქტომბერი, სელიმმა ოლთისი აიღო. 1802 წელი, სელიმ ბეგმა ისარგებლა ახალციხის ფაშის, შერიფ ბეგის პოლიტიკურად აწეწილი მდგომარეობით და აჭარლების დახმარებით იგი ახალციხიდან ისევ განდევნა. 1803 წელი, სელიმ ხიმშიაშვილი
ახალციხის საფაშოს უზენაესი მფლობელია. თურქეთის სულთანი იძულებულია მას ახალციხის ფაშის ტიტული მიანიჭოს. ამავდროულად მჭიდრო სამოყრო ურთიერთობას აბამს ქართველ თავადებთან. კერძოდ 800-იანი წლების დასაწყისში სელიმი უმოყვრდება გურიის მთავარ სვიმონ გურიელს. სელიმის მცირეწლოვან ძეს უნიშნავენ სვიმონის 5 წლის ქალს, კესარიას. სელიმი იმდენად ძლიერდება, რომ უკვე საფაშოს დამოუკიდებლობაზე იწყებს ფიქრს და ამ მიზნით რუს გენერლებთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს. 1806 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო, რომელიც 1812 წლამდე გაგრძელდა და ბუქარესტის ზავით დასრულდა. სელიმ ხიმშიაშვილმა ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას სცადა და რუსეთს მოკავშირეობა შესთავაზა. მაშინ კავკასიას მართავდა ტიშევი, გენერალი ტიშევი. მათთან მირთე ურთიერთობა ამბავი და რუსებსაც ეს ამოვონ ეს ამბავი. სელიმის სურვილი იმთავითვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთა ბატონობისაგან დახსნა ყოფილა რუსეთის დახმარებით და მოკავშირეობით. მაგრამ რუსებთან მოლაპარაკება გაჭიანურდა, რითაც მოხერხებულად ისარგებლა შერიფ ჯაღელმა და 1809 წელს სელიმს ტახტი წაართვა. თუმცა აჭარალ-ბეგს ბრძოლა არ შეუწყვეტია და 1812 წელს კიდევ ერთხელ დაიბრუნა ფაშის ტიტული. სელიმის ფარხმალი არ დაუყრია. 1812 წელს სელიმმა კვლავ შეძლო შერიფ ჯაყელი, განედევნა საფაშოს ტახტიდან და კვლავ ამაღლდა მეორედ უკვე ამაღლდა ახალციხის საფაშოს ტახტზე. აი ამ პერიოდში იწყება მისი აშკარა დაპირისპირება ოსმალეთის ხელისუფლებასთან. მან დაამყარა კონტაქტები რუსეთის იმპერიასთან, ასევე გურიელთან და მისი მიზანი იყო ერთის მხრივ აჭარის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედასამშობლოსთან დაბრუნება და პირველი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო ისლამური ავტონომიის შექმნა ამ ტერიტორიაზე. მისი ორჯერ ასვლა ახალციხის საფაშო ტახტზე ფაქტობრივად იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, მაგრამ მაშინ რეალურად ვერ შეფასდა სელიმის მოღვაწეობა. 1803-1812 წლებში სრულიად რეალური ჩანდა ამ ტერიტორიების გამოხსნა ოტომანთა იმპერიიდან და მისი საქართველოსთვის შემოერთება. ათას 1815 წლის აჯანყება არ იყო მოულოდნელი. მას წინ უძღოდა ოსმალეთის იმპერიის წლების განმავლობაში მიმდინარე მცდელობები აჭარის თემების ცენტრალიზაციისა და ბეგობის ინსტიტუტის დასუსტებისა. 1800-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა სტამბოლის მცდელობა და ექვემდებარებინა ხიხანის ციხე ახალი ადმინისტრაციული სქემის პარაგლებში. რაც ადგილობრივმა თემებმა აღიქვეს როგორც უპირატესობის დაკარგვა. ამის ფონზე სელიმ ბეგმა მობილიზაცია დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ აჯანყება არ იყო მხოლოდ ბეგის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მას მხარი დაუჭირეს ზემო აჭარის თემებმა. ოსმალეთის სამეფო გარკვეულ პატივს მიაგებდა იმ ღირებულებებს, რომელიც ამ ქართულ მიწებზე იყო, ანუ ოსმალეთის პერიფერიული მოსაზღვრე რეგიონებზეა საუბარი, სასაზღვრო რეგიონებზე და როგორც გითხარით, იქ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა დანარჩენ შემთხვევაში ხოდ ბეგის აუცილებელი პირობა იყო სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რა თქმა უნდა, ოსმალური კანონმდებლობით გარკვეული გადასახადების აკლებიას და ყველაფერი ამის მოწესრიგებაც იქ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. აი ამ რთულ დიდ მექანიზმში სელიმ ხიმშიაშვილმა შემოგვიტანა თამაშის პოლიტიკურ თამაშის ახალი წესი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აშკარა პირდაპირ კონფრონტაციას, არამედ ის სრულად ლოიალობას უმჟღავნებს ხელისუფლებას, მაგრამ არა მონურს. ეს თავის ღირებულებებსაც იცავს ხოლმე. და ამ ღირებულებებს კარგად მამაპაპური წესის და რიგის მიხედვით ადაწესებული თემური გადაწყვეტილებების კონტექსტში განიხილავს საზოგადოების მართვისა თუ თანაცხოვრებისა თუ ცხოვრების სხვადასხვა პერიპეტიების გადაწყვეტისას. 1868 წლის კავკასიის კომისიის მიერ მეორე ტომში შეგროვებული აქტების მიხედვით სელიმ ხიმშიაშვილისთვის, რომელიც უკვე ახალციხის ფაშა იყო,
1804 წელს მამია და ქაიხოსრო გურიელებთან დაპირისპირებულ ვახტანგ გურიელს დახმარება უთხოვია და სელიმ ბეგსაც გურიაში შეჭრის სამზადისი დაუწყია. როგორც ირკვევა, ამის შესახებ რუსებმა გაიგეს. 1804 წლის 12 ნოემბრის წერილით საქართველოს გუბერნიის სარდალი, გარუსებული პავლე ციციანოვი სელიმს ემუქრება. თუ გურიაში შეჭრაზე ხელს არ აიღებ და შენს ხელქვეითებს გურიიდან ქრისტიანი ტყვეების გატაცებას არ აუგრძალავ, ამის შესახებ კონსტანტინოპოლის ელჩს ვაცნობებდა სულთანი ამ საქციელისთვის კაცრად დაგსჯისო. სელიმს თურქეთის სულთანთან ისედაც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და გურიაში შეჭრაზეც ხელი აიღო. მაგრამ ამით არა მარტო ვახტანგ გურიელი გაანაწყენა, რუსებსაც თავის მიმართ ეჭვის საფუძველი გაუჩინა. სელიმის ფარული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ და რუსეთთან კავშირის დამყარების მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სულთანისთვის, რომელმაც სელიმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1815 წელს არზრუმის სერასკირს ბაბა ფაშას აჭარაში 15,000-იანი ჯარის გაგზავნა უბრძანა. სელიმი 400 თანამებრძოლით სოფელ ბაკოსთან, ხიხანის ციხეში გამაგრდა. ხიხანის ციხის სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა მის განსაკუთრებულ სამხედრო პოლიტიკურ ფუნქციას. ციხე მდებარეობდა მდინარე აჭარისწყლის აუზში, მაღალმთიან ზონაში, რაც უზრუნველყოფდა ბუნებრივ დაცვას. ციხის გარშემო არსებული კლდოვანი რელიეფი ქმნიდა ბუნებრივ ბარიერს მტრისთვის. ხოლო დასავლეთიდან მიმავალი ძველი სავაჭრო და სტრატეგიული გზაბილიკების კონტროლი ხიხანს დამატებით ფუნქციებს სცემდა. ხიხანის ციხე არ იყო მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული პუნქტი. იგი იყო ხიმშიაშვილთა იდენტობის სიმბოლო. მისი დაცემის შემდეგაც კი ციხე დარჩა როგორც სიტყვის გარეშე მემატიანე, რომელიც მოგვითხრობს ერთი საგვარეულოს აღზევებისა და დაცემის ამბავს. დღეს ის განიხილება როგორც რეგიონალური ისტორიისა და ქართული სახელმწიფოებრივი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს დიადი ეპიზოდი. სელიმის დროს ციხე იყო არა მხოლოდ თავდაცვის ზღუდე, მაგრამ მის ბოლო ნაწილში გამოკვდა როგორც თავდაცვის ზღუდე. თუმცა იგი იმავდროულად ამ დადაწესების სამართლის ერთ-ერთი ციტადელად წარმოდგებოდა ხოლმე. ეს მისმა შვილიშვილმა უფრო კარგად განავითარა, როდესაც უკვე ციხემ დაგარხა თავდაცვის მნიშვნელობა და ის უკვე ადათისა და წესის ინსტიტუციონალურ გზად გადაიქცა ხოლმე. აქ იმართებოდა შეხვედრები, სადაც სიტყვა ხმალზე უფრო ძლიერი იყო, ფიციც ასევე იყო მთავარი ღირებულება და მისი შეცვლა და მისი უარყოფა უკვე აღარ ხდებოდა ხოლმე. ამიტომაც რომ ეს მორალური თქმულება, რომელიც სელიმის დროს იყო, შერიფშიც გადავიდა და ბეგის სიტყვა ფილმაზე ძლიერია. მაჰმუდ ფაშა თავისი ჯარით ხიხანის ძირში დაბანაკდა, სოფელ თხინვალაში. თუმცა 2 თვის განმავლობაში ციხეს ვერაფერი დააკლო. შეტევის ყველაც და ამაო გამოდგა. მეორე ვერსიით, ბაბა ფაშამ ხიხანის ციხეს რომ ვერაფერი უყო, სელიმის სახლკარის გადაწვის შემდეგ აჭარის მშვიდობიან მოსახლეობას თავისი ჯარისკაცები შეუსია და სასტიკად ააწიოკა. უყურებს ამას, თვალით ხედავს ციხის კონგურებიდან და მასთან არის ციხის ქეია ეწოდებოდა, ქეია უფროსი. თულუმბაბეკ ბეჟანიძე, ზენდიდელი ბეჟანიძე, ისიც ბეგი იყო. ამას უთხრა რომ ხედავ რა ხდება, ჩემს გამოხდება ეს ყველაფერი. ერთი კაცისათვის შეიძლება ამდენი ადამიანის დაღუპვა, ამ სოფლების გარადგურება. ეს ჩემი ბრალია, ხო? ამიტომ მე ჩავბარდები. შენ თუ ჩავბარდები, ჩვენ დასულია საქმე ხელიდან, უპატრონო დარჩები. არა, მე ჩავბარდები გარკვეული პირობით, გარკვეული ულტიმატუმით, თუ ეს ყველაფერი შეჩერდება. – 18
თვითონ შევიდა ცოლებთან და ოქრო მოთხოვა. ოქრო რომ მოთხოვა, ახლა ოქროს თავი გაქვს, რა შეობი ახლა რა დღეში ხარ და არა. მე რომ ტერმა ჩავიგდოს ხელში, ჯიბეს გამისინჯავენ და თუ იქ ოქრო არ აღმოჩნდა, იტყვიან ეს მათხოვარი ყოფილა. და დედას და ცოლს ცუდად მოიგონა. აიღეს მის ეს ოქრო. და მერე დაავალა რომ ახალი პარე. არავინ ისრუა სელიმის დასჯა. გამოჩნდა ერთი არტანუჯელი სომეხი, ჯალათი, რომელმაც სელიმს თავი მოკვეთა, მაგრამ შემდგომ სელიმის მემკვიდრეებმა ეს ჯალათი მიაგნეს და იგი სიკვდილით დასაჯეს. ხარს დაკლავდა სისხლით ავარამდენი ხო? იმ სუფელში პატარა წყალიცაა. სერი ყანაქვია, სერი რატომა? ვაკა ხომარე ბაკო. ვაკოძეც ამაღლება მიდის ასე. დიდი ის არ არის, მაგრამ აი წყალი რომ მოდის, ის წყალ სიხლი რომ წყალთან გავიდა, აი სიცხლი სოფელი გასაცხლიანდება. ვიდრე მაჰმუდ ფაშა ციხის აღებას ცდილობდა სელიმ სულთანთან შიკრიკი გაუგზავნია. ნება მომეცი თქვენთან მოვიდე და საქმის ვითარება მოგახსენოთ. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა მაჰმუდ ფაშას ციხის გასაღები გადასცეს. აი ამის შემდეგ მოვიდა სულთანისაგან პასუხი, რომელიც სელიმ ხიმშიაშვილის ჩაყვანას გულისხმობდა სულთანის კარზე. მაგრამ სელიმ ხიმშიაშვილი უკვე მკვდარი იყო, მას თავი მოკვეთეს, ამიტომ მოკვეთილი თავი ჩაიტანეს სულთანთან. ასე დაიბადა ქართული ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე არქეტიპი, დამარცხებული მმართველი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ბრძოლისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. 1815 წლის სამივნის სელიმს თავი მოკვეთეს. თავი მოკვეთეს სწორედ იმისათვის, რომ მან გამოხატა პროქართული პოზიცია და დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნება იყო მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა. სელიმ ბეგის ფიგურა დასჯის შემდეგ უფრო გაძლიერდა ეროვნულ მეხსიერებაში. ხალხურ ცნობიერებაში ის გარდაიქმნა მორალურ მაგალითად, გმირად, რომელმაც არ უღალატა ღირსებას და სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა იმპერიულ დიქტატს. ის რაც სელიმმა დაიწყო, შემდგომში მისმა შთამბეჭდავებამ გააგრძელა, მაგრამ ისეთი მაღალი დონით ეს პროცესები აღარ წარმართულა. ეს პროცესები შემდგომში უკვე თანდართული გახდა, რუსეთი კიდევ უფრო მაგრად გააქტიურდა ყირიმის ომის შემდგომ, პირდაპირ ყირიმის ომის საუბარი და უკვე აღარ ჩანდა, რომ აქ უფრო სხვანაირი დიდი დიპლომატია კონსეჭოდა და ეს დიპლომატია სწორედ შერიფ ხიმშიაშვილმა განახორციელა. ბაბუამისის გზა გააგრძელა ახალი ღირებულებებით, ძველი შენარჩუნებით. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული. ტანიჯერ ხიხანის ციხესთან ახლოს სოფელ შიგანაშენში დაასაფლავეს. მოგვიანებით კი სელიმის მეუღლემ, ელმას ხანუმ სურმანიძემ ნიგაზეულში გადაასვენა და წყანიშურის უბანში, საგვარეულო სასაფლაოზე მიუჩინა ადგილი. სელიმის საფლავთან ნაძვი და მუხა ერთმანეთს შეზრდია. ნაძვი, როგორც საქართველოს მარადიულობის სიმბოლო, მუხა კი მისი მარადიული სიძლიერის. საფლავის ქვაზე სელიმის ანდერძია ამოკვეთილი. მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით. გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემ შვილებს დავუტოვებ. ეს ანდერძი ახლაც ანდერძია ქართველი კაცისათვის. ვიდრე საქართველო არ დაებრუნებს თურქეთის მიწა იქნება თუ რაც რუსებმა წაიღეს და შემდეგ.